მადლობა მინდა EDEC-ის გუნდს უთხრა იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მოგცა, რომ გვემუშავა ქართველ ახალგაზრდებთან, რათა გაგრძელებულიყო ის ფასეული ჯაჭვი, რომელსაც საუკუნეების წინ დაედო საფუძველი საქართველოში. საუკუნეების ისტორია, რომელიც მოხალისეობას ეხება საქართველოში, არის ღირებული ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ბანაკი ეხება მოხალისეობის იდეების პოპულარიზებას ახალგაზრდებში და კონკრეტულად მე და ჩემი გუნდი SICAS და EMT-ის ორგანიზაციებიდან მუშაობთ ამ ბანაკის პერიოდში, რომ 5 დღის განმავლობაში დატვირთული პროგრამით ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ არა მარტო თეორიულად გაეცნონ მოხალისეობას, არამედ პრაქტიკული სავარჯიშოებით, სწავლა-კეთების ფორმატში, დისკუსიებით, განზოგადებით და შემდეგ გამოყენების მეშვეობით დაინახონ თუ რაოდენ ღირებულია მოხალისეობა, რაოდენ ზრდის მოხალისეობაში ჩართული ახალგაზრდის კომპეტენციას თითოეული აქტივობა და ის რომ არ არსებობს მცირე ზომის მოხალისეობა. თუნდაც პატარა აქტივობა არის ფასეული და ამ პატარა აქტივობების ერთიანობით დგება ის დიდი ღირებულება, რომელიც პიროვნების ფორმირებას ეხმარება. ბანაკის განმავლობაში ჩვენ მოგვეცა საშუალება EDEC-ის გუნდის მეშვეობით შეგვემუშავებინა და დაგვეწერა კონკრეტული პროგრამა, რომელშიც ლიდერების გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ახალგაზრდებს 10 რეგიონიდან მისცემდნენ საშუალებას ჩართულიყვნენ აქტივობებში, ეფიქრათ, ემსჯელად და შემდეგ განეხორციელებინათ უკვე კონკრეტული ღონისძიებები, წაეღოთ ბანაკიდან ის, რასაც დანერგავენ თავის საზოგადოებაში. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღეთ ჩვენი პარტნიორების EDEC-ის მოწვევა, რათა მიგვიღო მონაწილეობა ამ ძალიან კარგ ღონისძიებაში, რასაც საზაფხულო ბანაკი ქვია. ჩვენ ეს ქვეყანა შენიას კამპანიის სახელით ჩამოვედით, ჩამოვიყვანეთ წერალი ტორეს ამოსი. შევხვდით ახალგაზრდებს, ვისაუბრეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, სამოქალაქო აქტივიზმზე. ასევე ქონდა ვიქტორინა თამაში, რომლითაც ჩვენ გვინდოდა ახალგაზრდებისთვის, ასე ვთქვათ, გაგვეხსენებინა ის ძალიან მაგარი ადამიანები, თერგდალეულები, რომლებმაც ვთქვათ, თავის დროზე უზარმაზარი საქმე გააკეთეს, პირველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია შექმნეს საქართველოში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ასევე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ საქართველო ევროპაა და საბოლოო ჯამში ის, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, თითოეული ჩვენგანის და პასუხისმგებლები ვართ ჩვენ, ეს აი ამ ახალგაზრდებისთვის, ვინც ამ ბანაკში არიან, გასაგებია და ჩვენ გვინდა რომ მათ სხვა ახალგაზრდებსაც გადასცენ ეს განცდა და ეს ცოდნა. ჩამოვედით ცენტრში, ბანაკში და ვესაუბრეთ ახალგაზრდებს ევროპულ ღირებულებებზე, ქართულ იდენტობაზე, იმ საერთო ფასეულობებზე, რომელიც როგორც ახასიათებს ქართულ კულტურას, ისე ევროპულ კულტურას. ძირითადად ვისაუბრეთ საქართველოს აი ამ ღრმა წარსულიდან მომავალ მნიშვნელოვან ცივილიზაციურ არჩევანზე, რომელიც მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა, იმაზე თუ რას ნიშნავს თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია, რა ფასეულობებს ეყრდნობა და მნიშვნელობაზე იმისა თუ როგორ უნდა განვიცდიდეთ საკუთარ ქვეყანას, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და რამდენად მნიშვნელოვანია ამაში პირადი ინიციატივა, მოხალისეობა და საკუთარი ქვეყნის აღქმა, რომ ეს მართლაც შენი ქვეყანაა. გავუსიოთ ერთმანეთს, რას ნიშნავს პოტენციალის პოვნა, როგორ გესმით ეს სიტყვა განწყობა? მინდა მოკლე გითხრათ თუ რაოდენ საინტერესო გამოდგა 2024 წლის მოხალისეობის ბანაკი, ძალიან ბევრი ინფორმაცია გავიგეთ, მოწვეული იყვნენ ძალიან საინტერესო ტრენერები და სპიკერები და ასევე კოუჩები, რომლებმაც გაგვიზიარეს ძალიან მაგარი ინფორმაცია, რომელიც ყველა ჩვენ რეგიონებში მიგოქვს და ამ ინფორმაციის კონვერტირებას მოვახდენთ ისევ ჩვენ თემში. მოხალისეობის ბანაკი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. ამ 5 დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, როგორიც არის მაგალითად მოხალისეობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სხვა და ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარები შემდგომ აუცილებლად დაგვჭირდება და გამოგვადგება. ეგრე ცოტა დარჩა. ცოტა. ორი ცალი გადარჩა ჩასასვლელი.
უშუალოდ ბანაკის პერიოდის განმავლობაში ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა აქტივობები. ჩვენ სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები უფრო მეტად მჭიდროდ დავახლოვდით, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებდა ერთი ინტერესი, ეს იყო მოხალისეობა. და შევიმუშავეთ ძალიან ბევრი ახალი პროექტი, რომლის დაინიცირებასაც ვაპირებთ აუცილებლად და განხორციელებას დაფინანსების შემთხვევაში ევროკავშირის მიერ და ვფიქრობთ, რომ ეს პერიოდი, რაც ბანაკში გავატარეთ, იყო ყველაზე ნაყოფიერი, საინტერესო და ამავდროულად წარმატებული ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. გიორგი გოგუნაძე. გურამ ბაჩაძე. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები და მომუშავე ახალგაზრდების ჩართულობა მოხალისეობრივ საქმიანობაში. ეს ბანაკი ჩვენთვის არის მამოტივირებელი და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო დიდი შემართებით ბრუნდებით. მე პირადად გურიაში და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჩვენი წარმატების საფუძველი, რომ უფრო უკეთესი საქმეები ვაკეთოთ ერთმანეთისთვის.